სამარცხვინო გადაწყვეტილება და მზია ამაღლობლის პატიმრობის გაუქმებაზე გადაწყვეტილება დაუშვებლად ცნო. ეხლა ამას ჩვენ შევეგუებით თუ არ შევეგუებით, თუ შეიძლება რომ ამაზე ჩვენი აზრი გამოვხატოთ და გამოვხატოთ ეს აზრი გადაწყვეტილება. მოგესალმებით, ჩვენ ყველა ვიცით, რომ მზია არის უკანონო პატიმარი, მისი პატიმრობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ გავიაროთ არგუმენტები, თუ რატოა მზია უკანონო პატიმარი და რატოა სრულიად დაუსაბუთებელი მისი წინასწარი პატიმრობა. თავიდან პროკურატურა ამბობდა, რომ მზიას მხრიდან იყო საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედების. იყო საფრთხე, რომ განადგურდებოდა მტკიცებულებები. დაკავებიდან 34 დღე გავიდა და ბრალდების მხარე გამოკითხა ყველა ის პოლიციელი 6 ადამიანი, რომელიც ადასტურებს, რომ გებუაძეს მოყის მიდამოში ჰქონდა სიწითლე. ასევე მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება რომ საქმეს ჰქონდეს, ყველაფერი დევს საქმეში, ის კადრი, რომელიც ადასტურებს ხელის შემოქმედებას. არანაირი დასაბუთება რეჟიმს იმის, რომ მზია უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში აღარ არსებობს. ამიტომ მე დღეს ისევ გულუბრყვილად ცოტა ოდენი იმედი მქონდა, რომ მზია შიმშილობის 34 დღეს გამოიჩენდნენ გონიერებას და მზიასთვის აღკვეთი ღონისძიება შეიცვლებოდა. მაგრამ დღეს რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სასტიკის სახე, არაჰუმანური დამოკიდებულება და ის გზავნილი, რომ აპირებენ მზია ყავდეთ მძევლად და არ აპირებენ მის გათავისუფლებას. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რაც მზიამ უკვე ერთხელ თავიდან გვითხრა ყველას თავისი ცნობილი წერილით, რომ იბრძოლეთ ბოლომდე, იბრძოლეთ ვიდრე არის ამის დრო. და ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე მზიას და ყველა უკანონო პატიმარის გათავისუფლებას. შიმშილობს, არ ვიცი 35 დღეა დღეს უკვე მგონი. შიმშილობს თემურ ქათამაძე, რომლისთვისაც 29 დღეა შიმშილობის იმყოფება ბათუმის საპყრობილეში და მის ჯანმრთელობაზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე ძალიან ხმამაღლა და მუდმივად გაჟღერდეს თემურ ქათამაძის გათავისუფლების და მისი ადეკვატური მოვლის მოთხოვნა. თავისუფლება თემურ ქათამაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.